ედე მქონდა საავადმყოფო ისა დარავინ არ წვებოდა. აქ უკვე დაიწყეს შემოსვლა. აქტიურად აღარ ძალიან ბევრი უცხოელი პროფესორად ჩამოყვავს ახლა რა ვიწყებთ მედიცინით ჩამოყვავს, მაგრამ აქაც გადამზადების მუდმივი ბაზები უცხოელებიც ასწავლონ ჩვენებს რა. ესაც ამშო სიმულატორები ჩამოყვავს იმ ბაჩო მე რობოტებსაც ვიზრუნებთ რომ საიქიმო შეცდომა შევაქციოთ. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც უნდა გაკეთოს რომ ექიმები გავადიოთ მუშაობა. ეხა ხო გაგიარეთ წევა ცოტა. დაგადექით თავზე შემოგიჭერეთ და დაზღვეული ხართ, ხო? აი რას ნიშნავს დაზღვევა რა? ადრე ადამიანი მართლა ქუჩაში რო დაგდებულიყო, ძველკე სასწრაფოში რო დაგერეკა, კითხავდნენ ფული აქვს თუ არაო და ესე არ მოვიდოდა. ეხა პირდაპირ საავადმყოფოში ესე მე მითხეს რომ ბაღდადში 3 წელი კაცი არ დაწვეულა საავადმყოფოში. საავადმყოფოს ერქვა და არაფერი არ ხდებოდა. ეხა 5 ვარსკვლავიან სასტუმროს საერთოდ. ბაბუ ჩამოვარდე, ბაბუ ჩამოვარდე შენ მიშა. ბაბუ. გამარჯობა შენ, როგორ ახ? გამარჯობა. რა კაი. რუსთავიდან ჩამოვიდა. მადლობა. ისე მიყვარხარ. გაიხარეთ, უკვდავი ხარ, 100 წელი. მადლობა. შენ ხოჯონა მიშა. რაც იყო მინუსები რაიონში ცხოვრების. ეს მინუსები ახლა გადაიქნება პლუსებად. იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ძველი გეგმა, რომ გაგვეტანა პოლიტიკა ერთი ქუჩიდან. გაგვეტანა აზროვნება მთავრობის მარტო ერთი თუნდაც დედაქალაქის ცენტრიდან და მიგოყვანა თითოეულ ოჯახამდე და თითოეულ ჩვენ მოქალაქემდე. რა თქმა უნდა, ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ყოველთვიურად მთავრობა იმფიქრებს ამაზე, რომ აბა ეხლა ამ თვეში ხალხს რა უნდა გაუკეთოთ. ესე იგი თითოეულ თქვენგანს რა უნდა გაუკეთოთ. და დანარჩენი ყველა ერთად უნდა შევქრათ. ეს ყველაფერი არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი. თქვენ იცით, რომ ქუთაისში გადმოდის მომავალ წელს საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პარლამენტი. ეს ნიშნავს, რომ აქაურობა ზოგადად ხდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. და მე მინდა ახლა ხართ ყველანი აქ შეკრეფილი და კიდევ ერთხელ კითხოთ, იმიტომ რომ არიან პოლიტიკური პარტიები საკმაოდ ბევრი რაოდენობის, რომელთაც ძალიან ბევრი ფულით, რომელიც კატეგორიულად იძახიან, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში. მაგრამ რა პოლიტიკური პარტიებიც არ უნდა ქონდეს, რა ტელევიზიებიც არ უნდა ქონდეს, რა ფულიც არ უნდა ქონდეს, სანამ საქართველოში ჩვენ წყვეთ ყველაფერს, ხალხი წყვეტს ყველაფერს. ხალხის აზრი არის სრულიად გადამწყვეტი. ჩემთვის ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო არა რაღაცა ჩემი აკვიატება და კაპრიზი. იყო რომ ჯერ ერთი მოხდეს დეცენტრალიზაცია საქართველოს, დასავლეთ საქართველოში წამოვიდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქციები და მეორე წამოვიდეს განვითარება, იმიტომ რომ ეს მარტო პარლამენტი არ არის, ეს არის უამრავი დასაქმება, ეს არის ამას მოყვება ეკონომიკა, ეკონომიკას მოაქვს ფულის ბულვა, ფულს მოაქვს ახალი საწარმოები, მოაქვს ახალი დასაქმება, ერთ სიტყვით უნდა გავაცოცხლოთ აქაურობა, გარშემო ყველაფერი. ამიტომ მე მინდა თქვენ კითხოთ, რომ თქვენ თუ ხართ მომხრე იმისა, რომ პარლამენტი გამოვიდეს ქუთაისში, თქვენ ახალ ხალხი. აი ხო და ყველაფერი ამითი ნათქვამი. ანტიკოს წყალი დიდი დასაფასებელია. აბა რა არის? დიდი უნიკალური ჩვენ წელს ვაკეთებთ მეტყურადღებას. ჩვენ წელს ვაკეთებთ, სახელმწიფო აკეთებს ცენტს ზუსტად სამკურნალოს, 1 ცენტს გავაკეთებთ, რათა მოაბათ იმას სასტუმროები და ყველაფერი. იმიტომ რომ ძალიან სიმდგომარეობაშია, ძირითადად თავარ აბანოებს რომელიც იყო, იმას ვკიდებთ ხელს და ვაკეთებთ. ასე რომ მე ახლა გავაჯერდეთ, მე იქ იმკურნალებთ კიდევ. აბა თქვენიც, კარგით.